მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით მოწვეულო სტუმრობო. გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. მადლობთ. წარმოგიდგენთ დღის წესრიგს და პირველი საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონპროექტი. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი არჩილ გორდულაძე. გთხოვთ ბატონ არჩილ. მადლობა ბატონ თავმჯდომარე, მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო, მოგესალმებით საზოგადოებას, რომელიც უსმენს დღეს ჩვენს სხდომას და ყველა დედას ულოცავ დედის დღეს და უსურვებ ბედნიერ დედობას და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას და თავიანთი შვილებით და თავიანთი მომავლით ბედნიერებას, სიკეთეს და სვათ შვილები ყოველდღეს ისე როგორც თვითონ ჩაიფიქრებენ და როგორც ეკნებათ მათი გულებში, როგორც იქნება მათი სურვილები. რაც შეეხება წარმოდგენილ კანონპროექტს. კანონპროექტის მიხედვით დღეს წარმოგიდგენთ პრინციპების დონეზე, როგორც არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენი გუნდის ლიდერების, გუნდის წევრების მიერ ცვლილება ხორციელდება მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის მთავარი მიზანი და მთავარი ფუნქცია ეს არის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი მედია გარემო, სადაც ადამიანის უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, შესაძლებელი იქნება რომ საზოგადოება მიიღოს სწორი და უთუარი ფაქტები და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში არსებობდეს ის ეფექტური მექანიზმი, რომელთაც შესაძლებელი იქნება რომ ადამიანებმა დაიცვან თავიანთი უფლებები. ახალი სიახლე რეალურად არც არაფერი არ არის, ეს ყველაფერი რაც წარმოდგენილია კანონპროექტში, რომელზეც დეტალურად რა თქმა უნდა გვექნება საუბარი, უკვე მოქმედ რედაქციას წარმოადგენს. მაუწყებლებისთვის სიახლე ეს არ და ვერ იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი ცვლილებები რაც ეხება fake news-ებს თუ ასე შემდეგ, სხვა საკითხებს, მათი დაცვის ვალდებულება მაუწყებლებს ეხლაც ჰქონდათ და აქვთ მიმდინარე პერიოდშიც. გამონაკლისი და განსხვავება ის არის, რომ თუ ეხლა მოქმედ რედაქციით თვით რეგულირებაშია მიმდინარე საკანონმდებლო ჩარჩო, ანუ მაუწყებლებმა თვითონ უნდა უზრუნველყონ და თვითონვე უნდა შეაფასონ, მაგალითად კონკრეტულად რომ ფაქტი სწორია, ფეიკია თუ არ არის ფეიკი, ან სწორად გავრცელდა თუ არ გავრცელდა, დაცული არის სწორად ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, ხოლო შემოთავაზებული ვერსიის მიხედვით ეს ყველაფერი იქნება ორ წვერად, ანუ ერთი შესაძლებლობა დარჩება, როგორც დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართოს კომისიას, ანუ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ თვითრეგულაციაშიც ასევე რჩება, თუ ექნება პირს სურვილი, რომ მიმართოს პირდაპირ მაუწყებელს ან თვითრეგულირების სხვა მაშინ გამოყენებული იქნეს იგივე მექანიზმები. რაც თავარია ეს არის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი მექანიზმი, სადაც ისევ და ისევ ადამიანის უფლებები გამოხატვის თავისუფლებასთან ბალანსში იქნება უზრუნველყოფილი. ცვლილებებს რაც შეეხება შინაარსობრივად რომ გავყვეთ, როგორც გითხარით, თვითრეგულირების ნაწილი ყალიბდება ისე, რომ რაც თვითრეგულირებაში იყო გადმოდის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსახილველ საკითხებად, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხისმგებლობა ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, უნდა გაავრცელდეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად და მაუწყებელი უნდა აკეთებდეს ყველაფერს იმისათვის, რომ ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ამავდროულად, როდესაც ახალი ამბების დროს ვრცელდება და მაგალითად დადგმები ან ინსცენირება არის გამოყენებული, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ინსცენირებას აქვს ადგილი და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო მაგალითად მოდერირებული ქრონიკა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობაში და ხელში პირდაპირ ყოფმა იმედმა მაშინ გაავრცელა და ამან გამოიწვია რამდენიმე ფატალური შედეგიც კი, იმიტომ რომ არსად არ იყო ნახსენები, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა კონკრეტულად ტელეეთერის მეშვეობით, არ იყო დადგმული და ადამიანებმა ეს მიიღეს ფაქტად. და მათ შორის მოყვარ ბევრს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეერყა, მათ შორის როგორც
როგორც ვრცელდებოდა მაშინ ინფორმაცია, ადამიანის გარდაცვალებაც კი მოყვა. სწორედ ამის პრევენციისთვის და ასეთი საკითხების პრევენციისგან გამომდინარე, შეგთავაზოთ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა განსახილველი იყოს კომუნიკაციების კომისიისა და ნათლად უნდა იყოს განმარტებული, რომ აქვს ადგილი ინსცენირებას. მაუწყებელმა ასევე უნდა მოახდინოს მითითება ანონიმურ წყაროზე, რომ როდესაც რაიმე ინფორმაციას ავრცელებს, ცალსახად და ნათლად უნდა თქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება. ამავდროულად ის პასუხისმგებლობა, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონით ეხლაც გვაქვს გათვალისწინებული, მაგრამ ისე და ისე თვითრეგულირების საგანი იყო, კვლავ რა თქმა უნდა რჩება, რომ თითოეულ ადამიანს, რომელზედაც არასწორი ინფორმაცია გავრცელდება, მას ექნება შესაძლებლობა, რომ ანალოგიური დროით, ანალოგიურ ფორმატით ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მიმართოს კომუნიკაციებს, შემდეგ დაევალოს მაუწყებელს და მაუწყებელი ვალდებული იქნება, რომ აღნიშნული არასწორი ფაქტის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. შეეხება სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებული იქნება, რომ უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა და მკაცრად უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული ფაქტი და აზრი. დაუშვებელი იქნება, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან წევრი ან პოლიტიკური თანამდებობის პირი იყოს წამყვანი ახალი ამბებისა ან საინფორმაციო პროგრამაში, უბრალოდ როგორც ინტერვიურის ან ჟურნალისტის სახით იყოს ჩართული. ახალი ამბების პროგრამაში თუ იქნება დაცული უნდა იყოს აუცილებლად ნეიტრალიტეტი, ანუ რა დოზითაც გადაიცემა კონკრეტულად ერთი პოლიტიკური მხარის შესახებ მხარის მიერ გამოთქმული ინფორმაცია, ანალოგიურად უნდა იყოს მეორე ბალანსი, პარიტეტი უნდა იყოს დაცული. ამავდროულად პირადი მაუწყებლის მიერ პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გაჟღერება ახალ ამბებში იქნება დაუშვებელი, იმიტომ რომ მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ფაქტებზე ჯეროვანი ინფორმაცია და შეფასება თვითონვე უნდა გააკეთოს და არა რომელიმე მაუწყებელმა და ჩვენ ვიცით რომ პარტიული ტელევიზიები რეალურად არავითარ ახალ ამბებსაც კი არ გადასცემენ, არამედ თავიანთ პირად პოლიტიკურ დამოკიდებულებას ავრცელებენ პირდაპირ ეთერში, რაც აკრძალული აქვთ ეხლაც თვითრეგულირების ფარგლებშიც. მაგრამ ვერ გავახსენებთ ერთ ფაქტსაც კი, როდესაც ასეთი რამ დაგმობილი იყო თუნდაც თვითრეგულირების ფარგლებში. სწორედ ამიტომ არის რომ ვამბობთ, რომ თვითრეგულირება არ მუშაობს, ფაქტია რომ უნდა არსებობდეს მიუკერძოებელი ისეთი ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ფაქტებიდან გამომდინარე, რომელიც რა თქმა უნდა ისევ შესაძლებელი იქნება რომ გასარჩივდეს სასამართლოში სტანდარტული წესით. რაც შეეხება საავტორო პროგრამებს, საავტორო პროგრამებშიც ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება და არ შეიძლება და რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს სათანადო წესით დაცული. ისევ და ისევ ეს როგორც ეხლაც მოქმედი ვალდებულება აქვს ყველა მაუწყებელს, მაგრამ ისევ და ისევ თვითრეგულირების ფარგლებში. რა იგულისხმება, რომ პატივი დაუშვებელი უნდა იყოს მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა და უფლებაში ჩარევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესის დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს. ანუ რომ წარმოვიდგინოთ სამართლებრივ ჭრილში, ზუსტად იგივე ტესტი უნდა იყოს გატარებული და ტესტი უნდა გაიაროს თითოეულმა ჩარევამ ადამიანის პირად უფლებებში, როგორც ეს არის საკონსტიტუციო წესით. ანუ უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, საზოგადოების კანონიერი ინტერესის დაცვა, ეს ჩარევა უნდა იყოს პროპორციული და ამავდროულად დაცული სიკეთე, ანუ საზოგადოების ინტერესის, ინფორმირებულობის ინტერესი, გაცილებით უფრო მაღლა უნდა აღემატებოდეს, ვიდრე ეს არის მიყენებული ზიანი. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთიც, რა თქმა უნდა, განაწილებულია და მაუწყებელსაც მოუწევს მათ შორის მტკიცება იმისა, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა
რამდენად იყო პროპორციული, რამდენად იყო კანონიერი ინტერესის, ანუ მიზნის საზოგადოების კანონიერი ინტერესის მიზნის მიღწევადი და ამავდროულად როგორ აღემატებოდა დაცულ სიკეთეს. ამავდროულად საჯარო ან კერძო დაწესებულებების ტერიტორიაზე ვიდეო ან აუდიო ჩაწერა აუცილებელი გახდება უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია ისევ და ისევ საზოგადოებრივი ინტერესით, ისევ და ისევ პროპორციულობით და სიკეთესთან მიმართებით. ამავდროულად უბედური შემთხვევის გაშუქებას რაც შეეხება უბედურების ქვეშ ყოფი ადამიანის იძულება რომ მონაწილეობა მიიღოს რომელიმე ინტერვიუერთან, ინტერვიუს ჩაწერის ფარგლებში იქნება დაუშვებელი გარდა მისი თანხმობისა. და გარდაცვლილი ადამიანის პირის შესახებ, უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება დაუშვებელი ხდება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი და სამწუხაროდ ჩვენ გვახსოვს უახლოეს წარსულში შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და გავრცელდა მათ შორის პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, ეხებოდა სურათს კონკრეტული ახალგაზრდისას და ჯანმრთელობა შეერყა მის ბაბუას და რეალურად ამ ადამიანს არც არაფერი არ მოსვლია, ჯანმრთელი სახსალამათი იყო. ზუსტად ასეთი შემთხვევების პრევენციისთვის პირდაპირ საკანონმდებლო სივრცეში კანონში იწერება, რომ ასეთი რამე დაუშვებელია. გარდა რა თქმა უნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებელს მოუწევს მტკიცება თუ რა არის ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და რატომ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია და ისევ ის სამწვეროვანი ტესტი რომელზეც მოგახსენეთ უკვე ზემოთ. რაც შეეხება მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდების გამოყენებას, მოპოვებას და გადაცემას, აღნიშნული საკითხის თვითრეგულირებაში იყო ზუსტად სიტყვასიტყვით ბრიტანული მოდელი, რასაც გულისხმობდა რა თქმა უნდა გადმოდის საკანონმდებლო სივრცეში და შესაძლებლობა გაჩნდება რომ რა თქმა უნდა კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ფარული ჩაწერა არ მოხდეს უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევაში თუ ეს გამართლებული იქნება მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის ისეთი როგორიც არის მაგალითად დანაშაულის მტკიცებულების აღმოჩენა. და თითოეულ შემთხვევაში უნდა მოხდეს ინფორმირება პირისა, რომ მიმდინარეობს მისი ჩაწერა და ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს საზოგადოებისათვის მაუწყებლის მიერ. ყოველ ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ტესტი უნდა იყოს გამოყენებული, როგორც გულისხმობს გამართლებულობას, ჩარევას და პროპორციულობას. ზუსტად იგივე ცვლილებები ხორციელდება შეიარაღებული დაპირისპირების და უბედური შემთხვევების ან სხვა სახაგებო ვითარების გაშუქებასთან დაკავშირებით, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ გახსნეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გატაცებული მძევლად აყვანილი ალყაში მყოფი პირის სიცოცხლეს ან ამ პირის გათავისუფლებისკენ მიმართულს და აქაც მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავ უწყებებს, რომელიც ღმერთმა აშოროს საქართველოს ასეთი შემთხვევები, მაგრამ თუ იქნება ასეთი შემთხვევა, საგანგებო მდგომარეობა, რომ ინფორმაცია საზოგადოებას რა თქმა უნდა მიეწოდოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა სიცოცხლესაც ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას და უნდა იყოს რა თქმა უნდა მაუწყებელი ფრთხილად, იმიტომ რომ შესაძლებელია მათსავე განხორციელებულ ინფორმაციას ისეთივე წარმატებით უყურებდეს სავარაუდო დამნაშავე, როგორც საზოგადოების სხვა წევრი. ამავდროულად, რაც შეეხება 18 წლამდე მიუღწეվել პირებსაც, მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვებს და ბავშვის უფლებებს, მათი ცხოვრებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათი მონაწილეობა, რა თქმა უნდა იყოს შესაბამისად მათი მშობლების, მეურვის, მზრუნველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
უმნიშვნელოა ჩართულობა არასრულწლოვნისა და საბოლოოდ პრინციპია რომ ზუსტად იგივე პასუხისმგებლობები იქნება მაუწყებლობისთვის გათვალისწინებული, როგორც არის სხვა დარღვევებისათვის. საერთო ჯამში ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც დახვეწავს საკანონმდებლოს ჩარჩოს იმ კუთხით, რომ დაცული იქნება როგორც ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, ასევე სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, აღარ იქნება შესაძლებელი ომისა და პროპაგანდის, ასევე ასაკობრივი შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხების დარღვევით გაჟღერება მაუწყებლობის მიერ და საბოლოო ჯამში იქნება ისეთი მექანიზმი, რომელიც თავისთავად დაიცავს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე მაუწყებლობის ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, ამავდროულად უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფლება, რომ მიიღოს სწორი და ჯეროვანი ინფორმაცია, მათ შორის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტით და საკანონმდებლო ჩარჩო იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც ეს არის დიდ ბრიტანეთში. დიდი მადლობა. თუ არის კითხვები, რა თქმა უნდა, ზატვარო გავცეთ პროცესს. ვთხოვთ კოლეგებო, თუ კითხვები გაქვთ? მოგესალმებით. პირველ რიგში შევუერთდები ბატონ არჩილს და მეც მიულოცავ ჩვენ საზოგადოებას დღევანდელ დღეს და ბედნიერ მშვიდობიან დედობას უსურვებ ბედნიერ ქვეყანაში. რაც შეეხება თვითონ ინიციატივას, პირველ რიგში მინდა რომ გამოვხატო მხარდაჭერა, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობით იმ თვითრეგულირების სწორად ვერ მუშაობის შედეგად ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ ალტერნატიული რეალობა შექმნილი, სიმულაციური რეალობა, რაც პირველ რიგში არღვევს ადამიანის უფლებას მიიღოს სწორი ინფორმაცია. ამასთან ერთად ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ უახლოვდებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს, ევროპულ კონვენციას. მექნება ერთი კითხვა და ერთი თხოვნა. პირველი კითხვა არის უფრო კაფიოთ რომ გითხრათ ბრიტანულ მოდელთან თანხვედრა და ის ძირითადი კავშირები, რაც ბრიტანულ მოდელსა და ქართულ მოდელს შორის არის და ის ძირითადი, ასე ვთქვათ, საკითხები, რაც აღმოიფხვრება ამ მიმართულებით და დაუახლოვდება ბრიტანულ მოდელს და მეორე საზოგადოების თვალსაჩინოებისათვის რომ წარმოგვიდგინოთ თვითონ პროცედურულად როგორ მოქმედებს, როგორ მუშაობს, მაგალითისათვის ვთქვათ არსებობს გარკვეული დარღვევა და fake news-ი, ამ შემთხვევაში ხდება საზოგადოების მხრიდან კონკრეტული პირის მიმართვა კომისიისათვის თუ როგორ არის ეს პროცედურები კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს. დიდი მადლობა. კი ბატონო, მადლობა. ქალბატონ მარიამ, პირველ რიგში მადლობა ხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა ეს ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია არის ამ საკითხების რეგულირების საჭიროებებთან და აუცილებლობასთან დაკავშირებით. მოდი დავიწყებ მაშინ რა არის აქ ბრიტანული. მე მინდა გითხრათ რომ აქ ყველაფერი ბრიტანული. ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ როდესაც იქნებოდა თვითრეგულირების მექანიზმი, როდესაც კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი აქტით, კოდექსით რეგულირდებოდა საკითხები, რომლებიც მოგახსენეთ, მაშინ ზუსტად რაც რომ ბრიტანული მოდელი იქნა გათვალისწინებული და ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ამ ბრიტანულ მოდელს, რომელიც იყო თვითრეგულირებაში, რომელიც ასე არ არის დიდ ბრიტანეთში და ასე არ მუშაობს, იქ ოფკომია, კომუნიკაციების იქაური კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ერევა და ის არის მთელ რიგ შემთხვევებში განსახილველი მთავარი ორგანო, რა თქმა უნდა, რომლის განაცხადებს მე უკვე სასამართლო წესით საჩივრდება. ზუსტად იგივე მექანიზმი არის ჩვენ შემთხვევაშიც, რომ აი მაგალითისთვის რომ წარმოვიდგინოთ ბავშვის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა არ თუ ისე დიდი ხნის წინ წინა მოწვევაში თვითრეგულირებიდან ეს ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტი
ამოიტანა კომუნიკაციების კომისიის განსახილველ საკითხად და მათ შორის ჩვენ ხედავთ, რომ ამას პრევენციული მექანიზმიც ჰქონდა და ბავშვის უფლებების დარღვევების ფაქტები რადიკალურად შემცირებული არის მაუწყებლებში. უბრალოდ მე ეხლაც არც კი მახსენდება თუ ასეთი რამე არის, მაგრამ წარსულიდან ბევრი შემიძლია ვთქვა, მაგალითად ისეთი, როგორც ერთ-ერთმა ტელევიზიამ ორ არასრულწლოვან ბავშვს ათქმევინა ინტერვიუს დროს, რომ პოლიციელებმა გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი გადააგდეს სანაგვე ურნაში და ეს ყველაფერი გაუშვეს ტელევიზიაში. ზუსტად ასეთი საკითხების პრევენციის მიზნით ეს წლების წინანდელი მოცემულობა არის ერთ-ერთმა ნაც კლასტერის მიერ მართულმა ტელევიზიამ გააკეთა ეს ყველაფერი. ზუსტად იმისათვის, რომ ასეთი რამე აღარ ყოფილიყო და პრევენცია მომხდარიყო, ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტი ამოვიდა კომუნიკაციების კომისიის განხილულ საკითხებთან. ასეთი რამის ფაქტი შემდეგ მე აღარ მახსენდება. შესაბამისად, პრევენციული მექანიზმი მუშაობს და შედეგებიც სახეზე გვაქვს. ზუსტად იგივე მოლოდინია, რომ ამ სრულების შემდეგ ამომდინარე იქიდან, რომ კანონს ორი მიზანი აქვს, ერთი პრევენცია და მეორე დარღვევაზე შესაბამისი ადეკვატური რეაგირება. ორივე მიზნიდან გამომდინარე, პირველ რიგში გვაქვს მოლოდინი, რომ კანონმა უნდა შეასრულოს პრევენციული როლი და მაუწყებლებმა უნდა მიაქციონ ყურადღებას თუ რას ავრცელებენ და ვიზზე ავრცელებენ, როგორ ავრცელებენ, რა ფორმატში ავრცელებენ და თუ პრევენციული მექანიზმი არ ემუშავებს, რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები დადგება. ეხლა რაც შეეხება პროცედურას. მაგალითად, თუ კონკრეტული ადამიანის მიმართ, აი მაგალითად, პირველივე რაც შეიძლება გავიხსენოთ, არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, ანუ fake news-ი გავრცელდა კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით. ამ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ორი. ერთი, რომ ისევ თვითრეგულირებას მიმართოს და მოითხოვოს პასუხისუფლება, რომ მასთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტი არასწორად არის გავრცელებული, რეალობა არის არა ერთი, არამედ მეორე და მაუწყებელმა თვითონმე თვითრეგულირების ფარგლებში აღიაროს თავისი შეცდომა და არასწორის ნაცვლად უკვე სწორი ფაქტი აღჟღეროს იმავე დროითა და იმავე ფორმატში, რაზეც არასწორი ფაქტი გავხსენდა. ეხლა მეორე მექანიზმის ერთი მექანიზმია, მეორე მექანიზმის რაც შეუძლია დაინტერესებულმა პირმა მიმართოს კომუნიკაციების კომისიას, სადაც უნდა შეიტანოს შესაბამისი განცხადება, სადაც უნდა იყოს მითითებული, რომ რა გავრცელდა, როდის გავრცელდა, რომელმა მაუწყებელმა გაავრცელა, რა ფორმატში გაავრცელა და ამავდროულად მაუწყებელსაც მოუწევს, რომ საპასუხოდ პასუხი შეიტანოს, ანუ დაახლოებით შესაგებელის ბრძყალებში შესაგებლის მსგავსი, რა თქმა უნდა, სასამართლო საქმის წარმოება არ არის, მაგრამ მსგავსი შეპასუხება, სადაც უნდა დაამტკიცოს მაგალითად ის, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სწორი, ზუსტი და ამავდროულად მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება, ამ ფაქტის გავრცელებაზე ინფორმაცია მოიძია ყველა შესაძლო წყაროდან. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი განსახილველი იქნება კომუნიკაციების კომისიის მიერ, მიიღება გადაწყვეტილება, მაგალითად ისეთი როგორც არის შეიძლება იყოს გაფრთხილება და დავალდებულება მაუწყებლისათვის, რომ სწორი ფაქტი გავრცელდეს, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, რომ სასამართლოში გასაჩივრდეს, მაგრამ როგორც მთელ რიგ სხვა შემთხვევებში, სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს კომუნიკაციის კომისიის მიერ გამოტანილ შესაბამის სამართლებრივ აქტს და თუ მაგალითად რაიმე დარღვევა იქნება და არასწორი მაუწყებლის მიერ მაუწყებელი ჩათვლის, რომ კომუნიკაციების კომისიამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, სასამართლო წესით გაასაჩივრებს და თავის უფლებების დაცვას გააგრძელებს სასამართლო წესით, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქე ჩვენ უფლებებს ვიცავთ ხოლმე სასამართლო წესით. ეს არის ერთი პროცედურა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. დიდი მადლობა. დამაზუსტებლად მექნება ესეთი კითხვა. თვითონ მარეგულირებელში თუ ჩდება რაიმე ახალი ერთეული ან რაიმე დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზება მსგავსი საკითხებისათვის თუ არსებული რესურსით იქნება და მეორე კითხვა იქნება აქტთან ერთად, რასაც მაუწყებელი გამოსცემს, არის თუ არა რაიმე კუთხით სადამსჯელო ღონისძიება თუ თქვათ როგორ უნდა უზრუნველყოთ რეაგირება ამასთან მიმართებაში. გათვალისწინებულია თუ არა სადამსჯელო ღონისძიებები.
პირველ რიგში თავმჯდომარეს სადამსჯელო ღონისძიებებს არ უწოდებდი ამას, იმიტომ რომ ეს არის შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები, რა ვქნათ. ჩემი პროფესია მავალდებულებს, რომ სამართლებრივი სიზუსტე დავიცვა ხოლმე. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, როგორც სხვა საკითხებთან აქამდე არსებულ რეგულირებებთან, მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ, რა ვიცი, რაღაცა სანებართო პირობების დარღვევა, ხო? ამ შემთხვევაში ან ავტორიზაციის პირობების დარღვევა უფრო კონკრეტულად არის გაფრთხილება, შემდეგ არის ჯარიმა, შემდეგ უკვე საბოლოო ჯამში ეს არის ავტორიზაციის შეჩერებაც კი. ოღონდ ავტორიზაციის შეჩერებას რაც შეეხება მაუწყებლის კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაშინვე ძალაში არ შედის, ეს სასამართლოს განსახილველი არის და მანამ სანამ სასამართლო საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, მანამდე ასეთი გადაწყვეტილება ვერ ამოქმედდება, ასეთი რამე პრაქტიკაში არც მახსენდება, არასდროს არ მომხდარა ასეთი რამე, იმიტომ რომ შემდეგ რაც გაფრთხილებაც არის, გაფრთხილების შემდეგ თუ კიდევ გაგრძელდება კანონმდებლობის დარღვევა, შემდეგ უკვე ჯარიმა, როდესაც გამოყენებული არის ხოლმე, მერე უკვე მაუწყებლები არიან ფრთხილად და კანონმდებლობის დარღვევას აღარ აგრძელებენ ხოლმე. და ბევრი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ ასეთი ამგვარი. რაც შეეხება რესურსებს, რა თქმა უნდა, ეს რესურსები კომუნიკაციების კომისიაში ასეთი არსებობს, იმიტომ რომ მათ თელ რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ეს წინასაარჩევნო პერიოდში, აქვთ ხოლმე ვალდებულება და მათ შორის შემჭიდროებულ ვადებში გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილებას, იმიტომ გეხსენებათ, რომ მაგალითად საარჩევნო პერიოდში განსხვავებული ვადებია, ორდღიანი განხილვის ვადები არის ხოლმე და ამ ვადებშიც კი ახერხებენ, რომ გადაწყვეტილებები შესაბამისად მიიღონ და ეხლაც გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი შესრულდება, მაგრამ თუ რა თქმა უნდა იქნება დამატებითი საჭიროება, კომუნიკაციების კომისიას აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისათვის, რომ თუ საჭირო გახდა ახალი თანამშრომლებიც კი დაიმატოს. მეც დავამატებ თქვენი ნებართვით ყველასთვის რომ გასაგები გახდეს, აქ მთავარი პრინციპი არის ის, რომ ის წესები და დებულებები, რომელიც არსებობდა, არავითარი ცვლილება არ ხდება. უბრალოდ ის, რაც იყო თვით რეგულირებადი და მედია საშუალებების პასუხისმგებლობაში იყო, რომ მოხდარიყო რეგულირება, ეს პარალელურად ასევე გახდება კომუნიკაციის კომისიის მხრიდან ზედამხედველობის ნაწილი. და როგორც მე მესმის, საერთო ჯამში მიზანი არის, რომ როგორც მედია საშუალებების მხრიდან მოხდეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიდგომა საინფორმაციო ველის სისწორეზე და საერთო ჯამში ეს ხელს შეუწყობს მედიას მხრიდან სტანდარტების აწევას. და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი და ობიექტური ინფორმაცია. ხო, სწორად მესმის ოდანარჩი. ზუსტად ეს არის, დიახ, ამით დავიწყე, ამით ვცადე რომ გამეგზელებინა, როდესაც კონკრეტულ საკითხებს მოგახსენებდით ბატონო თავმჯდომარემ და დასასრულსაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთადერთი მიზანი ამ ჩვენი ცვლილებებისა არის რომ დაცული იყოს საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომელსაც ეხება სწორი ინფორმაციის მიღება და ჯეროვნად ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გავრცელება, პასუხისუფლება ადამიანებისგან, ადამიანების დაცვა მათი პირადი და პირად ცხოვრებაში ჩაურევლობისგან. ისევე როგორც მაგალითად დიდ ბრიტანეთში აქვთ ადამიანებს უფლება, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები, ზუსტად ანალოგიურად არავიზე ნაკლები ხალხი ჩვენ არა ვართ ქართველები, რომ ჩვენს გქონდეს ზუსტად იგივე ბერკეტები და იგივე მექანიზმები, რომ ჩვენს ანალოგიური სტანდარტების დაცვით დავიცვათ ჩვენივე უფლებები და ზუსტად მიზანიც ეს არის, რომ თუ საკითხი მუშაობს კარგად დიდ ბრიტანეთში, დიდი ხნის განმავლობაში წლების პრაქტიკა არსებობს ამისი, რა თქმა უნდა, იმუშავებს საქართველოშიც და ჩვენ საკანონმდებლო ბაზა უნდა შევქმნათ ისეთი, როგორც იქნება კარგი პრაქტიკიდან გამომდინარე და საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი შედეგები, სადაც იქნება, როგორც ვთქვით, უფლებების სტანდარტი ამაღლებული, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სხვანაირი აზრის და სხვანაირი ფაქტის ინფორმაციის გავრცელების საშუალებასაც არ მომცემს დიდი პატივისცემით ჩვენს მეგობართან ბატონ რატისთან. მადლობა.
თუ გვინდა გსურთ მადლობა ბატონ თავმჯდომარე, მადლობა ბატონ არჩილს მოხსენებისთვის, ყველას მეც რა თქმა უნდა მინდა დედის დღე მიულოცო, მადლობა მინდა გადაგიხადო ბატონ არჩილ მოდელირებული ქრონიკის ხსენებისთვის, თქვენაც ახსენეთ და სამი ადამიანის სიკვდილი დადასტურდა ფაქტობრივად ამ გადაცემის გამო, აღარაფერს ლაპარაკობ მაღაზიებში რიგებზე და ბენზინ გასამართსადგურებზე და საათები დაჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ ეს უბრალოდ ტყუილი იყო, ისევე როგორც ძალიან მძიმე იყო მაშინდელი ოპოზიციონერებისთვის, ჩემთვის და სხვებისთვის პირდაპირ დაკავშირება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ოკუპანტებთან და ასე შემდეგ და კარგია რომ ეს სტანდარტები მკვიდრდება, დღეს ჩვენ მედიასთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, თქვენ დეტალურად ისაუბრეთ, რომ ერთის მხრივ ჩვენ ვიცავთ საზოგადოებას წყვილისგან დეзинფორმაციისგან, ამაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე სოფლიოს უბრალოდ არ აქვს და მეორე ვიცავთ ადამიანის უფლებების ძალიან მაღალი სტანდარტით, მათ შორის იმ მოწყობილ ჯგუფების და ბავშვების მაგალითზე თქვენ ძალიან კარგი კონკრეტული მაგალითი მოიყვანეთ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის და კიდევ ერთხელ იქნება გვითხრათ თუ თავად არ არის მაუწყებელი ფაქტობრივად დაინტერესებული რომ შეეწიროს მისი ტყუილი და დეзинფორმაცია და სარედაქციო პოლიტიკას მისი მაუწყებლობა ეს არის გაფრთხილება, ფინანსური ჯარიმა, შემდგომ ავტორიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება უნდა რომელიც ასევე სასამართლოში საჭირდება, რადგან ამის მაგალითები ქვეყანაში არ გვაქვს და ბრიტანეთს ვსაუბრობთ, თუ გამოიწვია რომელიმე ერთი ტელევიზიის მაინც დახურვა, ან რაიმე გაზეთის დახურვა პირობითად, ან რაიმე სხვა მედიის საშუალების ამ მაღალმა სტანდარტო, რომელიც ჩვენთვის კი არა მთელი მსოფლიოთვის არის მისაბაძი და სამაგალითო. მადლობა. მადლობა თამადო, თქვენ ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ. ერთი არის რომ ეს გაზეთებს ჩვენი სულევები გაზეთებს არ ეხება და მათ შორის არ ეხება ონლაინ მედიასაც და დამატებითი გამოწვევა არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ის ზღვანიაღვარი რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმები იქნება თუ სხვადასხვა ონლაინ მედიები, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა და რეალურად დიდი ნაწილი ინფორმაციებისა და საზოგადოებისა, მათ შორის ამ მედიების მიერაც იღებენ და ჩვენ შეგვიძლია რომ დამატებით კიდევ გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინ მედიის გავრცელების კუთხითაც უბრალოდ ეხლა აქ ამ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს და როგორც მოგახსენეთ, დიახ, როდესაც მაუწყებლები ამბობენ, რომ ჩვენ არაფერსაც არ ვარღვევთ და მაღალი სტანდარტებით ვსაქმიანობთ, მაშინ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონი და ეს ცვლილებები მათზე არ გავრცელდება და შესაბამისად ტყუილად გავრცელებენ ინფორმაციას, იმ ცრუ ინფორმაციას, ცრუ ნარატივს, თითქოს რომ სახელმწიფო რაიმენაირად ჩაერევა მათ სარედაქციო პოლიტიკაში. თუ ეს ადამიანები თუ ორგანიზაციები ფაქტებს ჯეროვანთ ავრცელებენ, თუ სამართლიანად და მიუკერძოებლად ხდება ინფორმაციის გავრცელება, თუ უზრუნველყოფილია ბავშვთა უფლებები ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, თუ ისინი არ ეხებიან ადამიანების პირად ცხოვრებას, არ ლახავენ პირად ცხოვრებას და ხელშეუხებლობას პირად საქმიანობაში არ ერევიან, მაშინ მათზე საერთოდ არ გავრცელდება ეს კანონი და მათ შორის არც კომუნიკაციებს კომისიებს მოუწევს მსჯელობა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, როგორც მოგახსენეთ, გაფრთხილებასაც და ჯარიმასაც აქვს თავისი პრევენციული მექანიზმი, რომ პირველივე გაფრთხილების შემდეგაც მერე შესაძლებელია, რომ აუწყებელმა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი კანონდარღვევა აღარ ჩაიდინოს, რაც შეეხება დიდ ბრიტანეთში, ჩვენი მოკვლევის ფარგლებში, რომ ვინმესთვის ლიცენზია ყოფილიყოს შეწყვეტილი, ასეთი ფაქტი მე ვერ მოვიძიე, შესაძლებელია რომ ამდენი არსებობდეს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში პრაქტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი რამე ჩვენთან საქართველოს მასშტაბში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევისთვის ამ კუთხით აკრედიტაციის ავტორიზაციის პირობების ან სალიცენზიო პირობების თან გამომდინარე რაიმე ვთქვათ შეწყვეტა ყოფილიყო, ასეთ რამე არ ყოფილა. პირიქით კანონი მუშაობს, რომ ის პრევენციული მიზნები რაც არის სრულდება. მე მგონი სრულყოფილად ვისაუბრეთ და ავუწურეთ საკითხი და ეს ყველასთვის კარგია აღნიშნული კანონ პროექტი შეუწყობს კიდევ ერთხელ ვთქვი რომ მედია საშუალების სტანდარტების უფრო გაზრდას და
პასუხისმგებლობის ამაღლებას. გთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს უყაროთ კენჭი, პირველი მოსმენით, ვინ არის მომხრე? მადლობთ. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი რატი იონათამიშვილი. გთხოვთ ბატონო რატი გისმენთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მეც თქვენის ნებართვით მინდა 3 მარტის მონაცვლით დავიწყო კომიტეტის წევრს პირველ რიგში განსაკუთრებით მარიამს მიულოცავ რასაკვირველია, მარიამი პარლამენტის წევრობის დროს ასევე გახდა დედა, რაც დამატებით დასაფასებელია და არის აღნიშნვის ღირსი და მიულოცავ ასევე ჟურნალისტებს, დამსწრე საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვადევნებს თვალს. რაც შეეხება იმ ინიციატივას, რომელსაც მე წარმოგიდგენთ და ეს არის სრულებები საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტი უზრუნველყოფ და წევრებს გაქვთ დარიგებული, თქვენ გაეცანით ამ ინიციატივებს და ის არის ძალიან, ვთქვათ, ტექსტუალურად არ არის დიდი, სულ 2 ფურცელია, მაგრამ მნიშვნელობა მას აქვს განუზომლად ძალიან დიდი, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოება იყოს ინფორმირებული და დამოუკიდებელი მედიის მხრიდან და ეს ინფორმაცია მათ მიუკერძოებლად მიეწოდებოდა და ობიექტურ ინფორმაციაზე ჰქონდეს ცოდომა. თქვენის ნებართვით დღეს სიღრმეებში არ ჩავალ, ესე ვთქვათ, უფრო ვეცდები, რომ მოკლედ წარმოგიდგინოთ ეს ინიციატივა და შემდეგ, როდესაც შესაძლებლობა მომეცება პლენარული სესიის ფორმატში, იქ უფრო ვრცლად მოვუყვები საზოგადოებას ამ ინიციატივის შესახებ, მაგრამ არის ის საკითხები, რისი აღნიშვნას ეხლავე და აქვე არის მნიშვნელოვანი ჩემის აზრით. პირველ რიგში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მედია არის საზოგადოების ინფორმირების მთავარი წყარო და მისი ობიექტურობა და დამოუკიდებლობა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყანა საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია არ უნდა ფინანსდებოდნენ გარედან. ვინაიდან უცხოეთად დაფინანსებული მედია საშუალებები ხშირ შემთხვევაში აცდენილები არიან იმ მიზნებს, რასაც დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოში უნდა გააჩნდეს მედიას, ანუ მედია ამ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესი იმდენად არ ასახავს და არ ემსახურება, რამდენადაც კონკრეტული გარეძალობის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენება ხოლმე. ოფიციალურ ვაშინგტონში ძალიან საინტერესო დისკუსიები იყო ცოტა ხნის წინ USAID-თან დაკავშირებით, როდესაც ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ თურმე USAID-ის მხრიდან ფინანსდებოდა 6200 ჟურნალისტი 30 ქვეყანაში, ასევე 700 საინფორმაციო ორგანიზაცია, მედია ორგანიზაცია და ამავდროულად 300 ესეთი მედია ორგანიზაცია, რომელიც თითქოს იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით ამა თუ იმ ქვეყანაში. და სხვათა შორის გუშინ კიდევ ახალი საინტერესო სიახლე გახდა ელონ მასკისგან ცნობილი, როდესაც თურმე USAID-ის მხრიდან ნებისმიერ აი ამ მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ 6200 ჟურნალისტი, 1000-მდე სხვადასხვა ფორმის მედია ორგანიზაცია ფინანსდება და თითოეულ მათგანის მიმართ USAID-ის მხრიდან იყო ერთი და იგივე მოთხოვნა, ეს არის სტრატეგიული დუმილის პოლიტიკის გატარება. ეხლა რა არის ეს სტრატეგიული დუმილის პოლიტიკა, მე მგონი საზოგადოებისთვის იქნება ძალიან საინტერესო და არსებობს ლექსიკონური განმარტება ზოგადად სტრატეგიული დუმილის პოლიტიკის, მათ შორის მედიაში. რაც გულისხმობს ინფორმაციის განზრახ შეზღუდვას, манипуляციას, კონკრეტული საკითხების განხილვისგან თავის არიდებას, შერჩევითობას ან დუმილის შენარჩუნებას, რათა მიღწეულ იქნას კონკრეტული მიზნები. როგორ ვლინდება სტრატეგიული დუმილი მედიაში? ინფორმაციის მიზანმიმართული შეზღუდვა, როდესაც მედია ან ოფიციალური წყაროები არ ასაჯაროებენ მნიშვნელოვან ფაქტებს, ეს ქმნის სივრცეს სპეკულაციებისა და ყალბი ინფორმაციისთვის. მეორე, სიმართლის შერჩევითი გაშუქება. მედიას შეუძლია მხოლოდ გარკვეული ნაწილები გააშუქოს, ისე რომ კონტექსტი შეცვალოს და საზოგადოებას მცდარი წარმოდგენა შეექმნას. მესამე, ფონის შექმნა პროპაგანდისთვის.
როდესაც მედია არ საუბრობს ალტერნატიულ ან კრიტიკულ მოსაზრებებზე, საზოგადოება ხედავს მხოლოდ ერთნაირ ნარატივს, რაც ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას და მეოთხე, საზოგადოების манипуляცია კრიზისულ სიტუაციებში. მაგალითად, ომების, ეკონომიკური კრიზისების ან პოლიტიკური პროცესების დროს ინფორმაციის დამარვა ან სრულ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად. ვფიქრობ, რომ ეს სიტუაციები თითოეულ ჩვენთაგან ძალიან კარგად გვეცნობა საქართველოს მაგალითზე და ასევე რისკები და შედეგები მოყვება საბოლოო ჯამში დუმილის სტრატეგიის პოლიტიკის გამოყენება. სტრატეგიული დუმილი შეიძლება იყოს ეფექტური ინსტრუმენტი საზოგადოებრივი აღქმის ფორმირებისთვის და შესაძლო რისკებია საზოგადოებრივი დობის შემცირება, ჭორების და დეზინფორმაციის გავრცელება, ცენზურის დამკვიდრება, ყალბი და манипуляციური დღის წესრიგის ჩამოყალიბება, დემოკრატიული პრინციპების შელახვა. და შედეგები, რა თქმა უნდა, საზოგადოების დაბნეულობა და უნდობლობა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა, მოქალაქეები ვერ იღებენ ობიექტურ ინფორმაციას და შესაბამისად ვერ იღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს და გლობალური დესტაბილიზაცია, როდესაც სახელმწიფოები ან საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ დეზინფორმაციას, ეს იწვევს კონფლიქტებს და კრიზისს. ამრიგად სტრატეგიული დუმილი და დეზინფორმაცია ხშირად გამოიყენება როგორც კონტროლისა და манипуляციის ინსტრუმენტები და საშუალებები. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო იყო, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ ახლა და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის გამოწვევები, რაც არის ძალიან რეალური და როდესაც გარე დაფინანსებით ხდება მედიის გაკონტროლება, ეს საბოლოო ჯამში არ ხმარდება ადგილობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებს, არამედ კონკრეტულად манипуляციური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენება, მათ შორის დეზინფორმაციების გასავრცელებად და ასე შემდეგ. რაც შეეხება დეზინფორმაციების გავრცელებას, ამის საქართველოში საუკეთესო მაგალითები არსებობს, თუნდაც როდესაც ყველა ოფიციალური პირი ამბობდა, რომ საქართველოს კეთილსინდისიერად იცავდა ვალდებულებებს, რაც ჰქონდა, რომ საქართველოს გამოყენება არ მომხდარიყო სანქცირებული ტვირთების, ასე ვთქვათ, გასატარებლად და ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის პასუხისმგებელი პირები მაღალ შეფასებას აძლევდნენ საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებას, მიუხედავად ამისა, დღე არ გავიდოდა სხვადასხვა მედია საშუალებებში, რომ არ გასულიყო დეზინფორმაცია მტკიცებით ფორმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე, რომ თითქოს საქართველოს გვერდის ავნახდებოდა და ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იყო მიზანმიმართული საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრისათვის. სხვა საკითხია, რომ მათ ეს ვერ შეძლეს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი საზოგადოება რომ არ ყოფილიყო ერთსულოვანი და ძლიერი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე რისკების წინაშე იდგებოდა ჩვენი ქვეყანა და მედიის დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაცული, თუ ის ქართულ საზოგადოებას ემსახურება, ეს არის ჩვენი პოზიცია და დემოკრატია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ინფორმაცია ხალხისთვის არის ხელმისაწვდომი და სანდო და არა მაშინ, როდესაც რა თქმა უნდა დეზინფორმაციისთვის გამოიყენება ეს ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ ინიციატივას, როგორც გითხარით, აქ მხოლოდ ორ მუხლში შედის სრულდება, ეს არის კანონის 65 მუხლს, რომელსაც ემატება მესამე პუნქტი და სადაც ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება, სხვათა შორის ამაზეც მოვისმინეთ, თითქოს ეს არის ცენზურისკენ გადადგმული ნაბიჯები და ასე შემდეგ. პირიქით, როდესაც ჩვენ არ გრძალავთ რეკლამისგან მიღებულ შემოსავალს, მაგრამ როდესაც სოციალური რეკლამა საღდება, როგორც ვთქვათ, ეს რეკლამა, რომელიც უნდა გახდეს ფასიანი, ეს არსობრივად სოციალური რეკლამის მნიშვნელობას უკარგავს არის. ვინაიდან ამ შემთხვევაში მედიამ შეიძლება გამოიყენოს ან სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, ან გარკვეული თქვა, იმიტომ რომ თუ ეს სოციალური პროექტის პოპულარიზაციას ეხება და ასე შემდეგ, მაგალითად იქნება ეს შემოპირთა უფლებების დაცვა, საზოგადოების ცნობიერება, თუ ასე შემდეგ, როდესაც ეს გამოიყენება იმისთვის, რომ ვიღაცამ შემოსავალი ნახოს, მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ სოციალური რეკლამის მიზნებთან არის შეუსაბამო და აცდენილი და მეორე ეს არის კანონის 66 პრიმა მუხლთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც პირველი პუნქტის, ესე ვთქვათ, სეკუნდა და
მეორე პუნქტებთან ყალიბდება, სადაც არის უკვე საუბარი, რომ აკრძალული არის მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტების საქონლის მოსახურების განთავსებისა და პირველი უკვე მეორე ქვეპუნქტი, აქ უკვე განმარტებული ხდება არის უცხოური ძალა. ეს არის სულ ის რისი წარმოდგენაც გვინდოდა თქვენთვის ამ ეტაპზე, როგორც აღნიშნე, შესაძლოა სიტყვაში უფრო ცალ შევეცდებით სასესიო კვირის ფორმატში ვისაუბროთ. მადლობა ყურადღებისთვის. კოლეგო, თუ გაქვთ კითხვები აღნიშნულ განმარტებასთან? ისმენო. მადლობა თამარ. ერთ საკითხზე გავამახვილებდი კიდევ ყურადღება, თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ზოგადად აი სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით რას ამბობს მოქმედი კანონი? მოქმედი კანონი ამბობს, რომ სოციალური რეკლამის განთავსება უნდა იყოს უფასო. ანუ თუ მაგალითად ნებისმიერი ორგანიზაცია მიმართავს მაუწყებელს და ეს რეკლამა არის თავისი შინაარსით სოციალური, მაუწყებელი ვალდებულია, რომ უფასოდ განათავსოს აღნიშნული რეკლამა. ეს წერია ახლა მოქმედ რედაქციაში. მაგრამ თუ მოხდება ისეთი შემთხვევა, რომ თავისი შინაარსით სოციალურია რეკლამა და უნდა იყოს განთავსებული უფასოდ, სამწუხაროდ შეიძლება ისეც დადგეს, რაც კანონი აკრძალავს, რომ ასეთი შინაარსის რეკლამაში ვიღაცამ გადაიხადოს დამატებით კიდევ თანხები და ეს ყველაფერი იყოს ალტერნატიული მავნე კანონისგან დაურეგულირებელი ერთი მხრივ, მაგრამ მიზნიდან გამომდინარე შეუსაბამოს სოციალურ რეკლამასთან რეკლამის არსის საწინააღმდეგოდ პირდაპირ თანხის გადახდა. ზუსტად ამას ეს იქნება აკრძალული, რომ თუ არის სოციალური რეკლამა და ვინმე აქვს სურვილი რომ სოციალური რეკლამა განთავსდეს მაუწყებელში, დიახ, ასეთი რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს მაუწყებელს, ამავდროულად თავის შინაარსიდან გამომდინარე, რადგან უფასო უნდა იყოს სოციალური რეკლამა, ამაში თანხა არ უნდა იყოს გადახდილი. მარტივია, ხოლო მაუწყებელს შესაძლებელია, რომ ალტერნატიული მექანიზმებით მიიღოს შემოსავალი და ბატონმა რატომ ძალიან დეტალურად ისაუბრა თუ რა არის ეს სხვა წყაროები, ეს არის რეკლამა, ტელეშოპინგი, პროდუქტის განთავსება თუ ასე შემდეგ. მადლობა. მადლობთ. კიდევ თუ გვაქვს რაიმე კითხვები აღნიშნულ განმარტებასთან? კარგით, გთხოვთ უყაროთ კენჭი აღნიშნულ კანონ პროექტს პირველი მოსმენა. მადლობა. დღევანდელი კომიტეტის თემა დასრულებულია. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, მაგრამ გილოცავ დედის დღეს და წარმატებები.